საბავშვო ევროვიზია 2025 13 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სიმღერის კონკურსს წელს საქართველო მასპინძლობს. ამ დროისთვის რეპეტიციები მიმდინარეობს. მონაწილეები კონკურსისთვის აქტიურად ემზადებიან. ღონისძიებაში ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე პროექტ რანინას გამარჯვებული ანიტა აბგარიანი წარადგენს. ფინალური შოუ 13 დეკემბერს 20 საათზე გაიმართება. საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენლისთვის ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. საქართველოს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც კონკურსი 4-ჯერ მოიგო. ეს არის ესეთი ტრადიცია, რომ ერთი კვირით ადრე ყველანი იკრიბებიან, უკვე რეპეტიციები დაწყებულია, მთელი პროცესია ჩაშვებული და ეხლა შევკრიბავთ 18 ქვეყნის დელეგაციებს, რასაკვირველია ჩვენი რანინელებიც საამაყოები და არაჩვეულებრივები აქ არიან და დღეს დაახლოებით 250-მდე დელეგატი ერთმანეთს ეთყვის, რომ ვიწყებთ ამ არაჩვეულებრივ კვირაულს და იწყება საბავშვო ევროვიზია საქართველოში. ეს იქნება არაჩვეულებრივი. მათთვის მე ვფიქრობ, რომ დაუვიწყარი დღესასწაული. ყველა მათგანს უსურვებ დიდ წარმატებას, 18 ქვეყანას და 70 მილიონიან აუდიტორიას. ევროვიზიის ფესტივალი ეს არ არის ერთი დღე, ეს არის მთელი კვირა. ყველა დელეგატი 18-ვე ქვეყანა არის უკვე ადგილზე, დაიწყო რეპეტიციები. დღეს არის ბავშვებისთვის სიმბოლური გახსნა, რადგან მათ ძალიან რთული შრომა უწევთ. ყოველდღიურად აქვს რამდენიმე რეპეტიცია ერთდროულად, რაც ყოველდღიურად ერთი და იგივეს გამეორებას ნიშნავს. ძალიან იღლებიან, ამიტომ საღამოობით და დღეს პირველ რიგში მათთვის ეწყობა სპეციალურად, ასე ვთქვათ, განტვირთვის საღამოები იმისთვის, რომ საქართველოში ყოფნა იყოს დაუვიწყარი და საუკეთესო წარდგენ მაყურებლის წინაშე. სულ ცოტა დღე დარჩა 13-მდე. ძალიან მიხარია, ერთი სუნი მაქვს, როდის დავდგები იმ დიდ სცენაზე და ვიცი, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ძალიან მიხარია.